ეს ქალაქი უკვე მკვლელობების პიკი გახდა. მოდაში შემოვიდა და ჩაგვრადა ხელის გარტყმა. ყოველდღიურად რო ქუჩაშია დაკა თანაც ჩუმად აკეთებენ არსურთ რო გაიგოს ხალხმა, მაგრამ აქ სიმართლე არასოდეს იმალება. ბრალდებული სადღაც ქალაქ გარეთ იპარება. მისი ოჯახი დანაშაულს რო იბრალებდა, მისი სანათესაო მასახლოსაც არ იკარებდა. ეს მშობლები უკვე პატარა შვილს ათხოვებენ. ნახავენ ფულიან ტიპებს და მასზე აყოლებენ. თანაც არ უტყდებათ მათ ასეთი ქმედებები, ვითომ არაფერი ხდება და აქ ხალხსაც აბოლებენ. თბილისი გაივსო ამდენი პედოფილით. 60 წლის კაცი ჩუმად ბავშვებსაც რო ფოტოს უღებს. სადღა დარჩა ქვეყანაში აბა სამართალი ამ ქალაქში არა კაცებს რა გამოლევს. საქართველო მარტო სახელი ღარ რჩება. მე რასაც ვამბობ, ვიცი ბევრი ვერ მიხვდება. ფულები ჩაიდეს ჯიბეში, მანქანები იყიდეს, გარეთ 80% ხალხი მშიერი კვდება.